რუსთავის მერობის კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ ერთიანდებიან. ისინი სპეციალური საბჭოს შექმნას გეგმავენ, რომელიც მამუკა ჩიქოვანის გამარჯვების შემთხვევაში ყველა იმ დანაპირებს შეასრულებს, რომელსაც თავად გეგმავდნენ. თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თავად პოლიტიკური პარტიები ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ეს მათთან შეუთანხმებლად მოხდა. 4 პოლიტიკური პარტია მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დავით ჯიქიას უჭერს. პარტიულობა არის გვერდზე გადადებული, ეს ინტერესები გაერთიანდა მხოლოდ რუსთავის და რუსთაველების სასარგებლოდ და რუსთავის მომავალზე ორიენტირი გაკეთდა. შესაბამისად, გვარი და სახელი ეს ადამიანები იქნებიან პრაქტიკულად წარმოდგენილი იმ ორგანოში, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს ჩემთან ერთად რუსთავის მომავალზე, რუსთავის განვითარებაზე. მაინტერესებს უბრალოდ პათი პარტიის თავმჯდომარეების ხედვა ზოგადად, თუნდაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძის, თუნდაც ქალბატონი ირმასი, თუნდაც ბატონი კუკავასი უჭერენ კი ისინი ამ 9 წლიან მმართველობას, იმიტომ რომ მათი მერობის კანდიდატები აქტიურად უჭერენ როგორც ჩანს ხარს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მე გეტყვით 12-ში არის არჩევნები, ვეთქვი რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და არ მივცეთ საშუალებას წინა ხელისუფლებას რომ ქვეყანა და განსაკუთრებით რუსთავი გაუჩნდა ჩვენ მმართველობაში, მათ შორის ძალადობრივობაში გადაისრულოს.